დღემშვიდობის მეგობრებო, შეგეწიოთ წირვის მადლი, გილოცავთ დღევანდელ დღეს საიდუმლო სერობის და ზიარების დაბადების დღე არის. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ მოგვეცა საშუალება მასთან მყოფობისა, მასთან შეერთებისა და მასთან ერთად ამ წუთის სოფელში არსებობისა, განსასწრების გადალახვისა. წარმოუდგენელია და წარმოუდგენელი იქნებოდა და შეუძლებელი ღმერთის გარეშე, ზიარების გარეშე, რომ გადარჩენილიყო ვინმე და შეძლებოდა ან შეძლოს, რომ იარსებოს და გადარჩეს როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი. ღმერთის გარეშე, ზიარების გარეშე ადამიანი კარგავს ყოველგვარ ადამიანურს ემსგავსება ცხოველს და იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაიაზროს, გაითავისოს, რომ აი ეს მადლი, აი ეს წყალობა ღვთისა თუ რამხელა როგორ თქვა, უფლის მოწყალება არის თითოეულ ჩვენთაგანზე და არც ერთი ადამიანი უზიარებელი არ უნდა დარჩეს, არც ერთი კვირა და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ყველა ქრისტიანი უნდა ეზიარებოდეს და ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ როგორც მომაკვდავი უდაბნოში წყლის გარეშე ვერ გადარჩება, ადამიანი ხორციელად ფიზიკურად ვერ გადარჩება საკვების გარეშე, ისევე თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ ეზიარებოდეს და აუცილებლად ცდილობდეს, რომ არ დატოვოს არც ერთი წირვა ზიარების გარეშე. ეხლა ძალიან მოკლედ გეტყვით, მამები რას ფიქრობენ აი ამ ზიარების შესახებ და შემდეგ კიდევ ორი სიტყვით დავამთავრებ. ხშირად ეზიარეთ. სამი რამის მეშინია და ვერ დავითმენ. უთხრა ეშმაკმა ერთ მეუდაბნოეს. ესა ნათლისღება, როცა სრულიად კარგავ ძალას და თქვენზე ძალაუფლებას. მეორე ესა ჯვარი, რომელიც მტანჯავს მდევნის და მაცამტვერებს და ბოლოს ზიარება. ეს უკანასკნელი ჩემთვის გენიის ცეცხლზე საშინელია. ვუფრთხი მას ისე, როგორც მზისა ეშინია ბნელს. ღირსეულად მაზიარებელთან კი მიახლოებისაც კი არა, მისი შეხედვისაც კი მეშინია. მაგრამ ადამიანთა წყალობით, მათი უყურადღებობით და მანკიერი ჩვევების გამო თვითონვე რომ იშორებენ და განახარებენ საიდუმლოთა მადლს, მხოლოდ დროებით განაშორები ხოლმე მათ. ღირსი პაისი ათონელი აღმსარებელი. ხშირად ეზიარეთ და ნუ იტყვით, რომ ღირსნი არ ახართ. თუ კი ასე იტყვით, მაშინ ვერასოდეს ეზიარებით, რადგან არასოდეს იქნები ღირსი. თქვენ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც ღირსია წმინდა საიდუმლოებთან ზიარებისა? არავინაა ამის ღირსი. ხოლო თუ ჩვენ მაინც ვეზიარებით, მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული გულმოწყალების გამო, ჩვენ კი არა ვართ შექმნილი ზიარებისთვის, არამედ ზიარებაა ჩვენთვის. სწორედ ჩვენ, ცოდვილები, უღირსები, სუსტები, სხვებზე გაცილებით მეტად საჭიროებთ ამ მაცხონებელ წყაროს. წმინდა ალექსი. როგორც ხორცს არ შეუძლია არსებობა პურის გარეშე, ასევე სულს არ შეუძლია არსებობა ზიარების გარეშე. ამის შესახებ ბრძანებს ქრისტე, არა პურითა მხოლოდ ცხონდეს კაცი. საყვარელნო, სულს მიეცით სულიერი საკვები, ხოლო ხორცს ხორციელი. სულიერი ტრაპეზი აცოცხლებს ჩვენი სინდისის სიცარღვებს. სწორედ ამიტომაც უშლიქს ხელს ეშმაკი მართალთ არ ეზიანონ ხშირად, რათა ძალაუფლება მოიპოვოს მათზე. წმინდა იოანე ოქროპილი. წმინდა ბასილი დიც კითხეს, შეიძლება თუ არა ხშირად ზიარება და როგორი სიხშირით? მან უპასუხა, რომ არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელია. ხოლო იმის შესახებ თუ როგორი სიხშირით უნდა ეზიარონ, უპასუხა, ჩვენ კვირაში 4-ჯერ ვეზიარებით, 4 შაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. ჩვენ იგულისხმება ყველა კესარიელი. კითხვა ეხებოდა არა მღვდელმსახურებს, არამედ ერისკაცებს. ყოველ წირვაზე მღვდელი მოუწოდებს, შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედითო. აქედან გამომდინარე, ყოველ წირვაზე არა მარტო შეიძლება ზიარება, არამედ აუცილებელიცაა. მხოლოდ ეცადეთ ყოველ მხრივ მოემზადოთ, როგორც საჭიროა და შიშითა, ძრწოლითა და სარწმუნოებით შემოსრულითა და სინანულის გრძნობით ეზიაროთ. წმინდა თეოფანე დაყუდებული.
და ბოლოს სახარებიდან დავამთავრებ იოანე ღვთისმეტყველის მე-6 თავის 42-მე-16 მუხლები. რას ამბობს თავად ქრისტე? მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური ზეციდან გარდამომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გარდამომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ ისოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ. იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ, რომ შეუძლია თავისი ხორცი მოგცეს საჭმელად. უთხრემათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ არ სჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვავთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის ჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს, რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. მეგობრებო, ამაზე ნათლად, ამაზე გარკვევით წარმოუდგენელია, რომ უფალმა გვითხრას, ასევე წმინდა მამებმა. აი ეს არის ფუნდამენტი, საძირკველი, საფუძველი, ხერხემალი ჩვენი სულიერი ქრისტიანული ცხოვრებისა. და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტეს გარეშე წარმოუდგენელია ამ განსასწრების გადალახვა, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, არ არსებობს ფიზიკურად ვერც ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებს. ამიტომ ყველამ უნდა გულისხმოთ და აი აქეთკენ ავიღოთ ორიენტირი და გადარჩენის გზა მხოლოდ და მხოლოდ აქეთ არის. რაოდენ სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ არ დადის ტაძარში და ქრისტიანი ქვია. ძალიან ბევრი კი დადის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში დადის, ეზიარებიან წელიწადში ერთხელ, ან 4-ჯერ, ან 5-ჯერ, რაც ძალიან მცირეა და საერთოდ ესეთი ადამიანი მადლს არის მოცილებული და განშორებული. ამიტომ, როგორც გითხარით, ყოველ კვირა უნდა ვეზიარებოდეთ. ამას ამბობენ მამები, აგერ მოვისმინეთ და წავიკითხეთ ციტატები, მამების ნაზრები, წავიკითხეთ სახარებიდან თქმული და ამისთვის მოვიდა საერთოდ ქრისტე. გარდა იმისა, რომ მან თავისი სიკვდილი დაარსა, დაამარცხა, როგორც გითხარით, დაარსა დღევანდელ დღეს ზიარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც არის ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა სამყაროში და ეს უნდა გვესმოდეს, თუ გვინდა გადარჩენა, თუ გვინდა ცხონება, ყველა აუცილებლად უნდა ეზიარებოდეს. და ორიენტირი, თუ კი ვინმე ფიქრობს, საიდან უნდა გადარჩე, როგორ უნდა გადარჩე, აი ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა. ოღონდ, აქ არის ერთი რამეა, რომ ღირსებით ვერასოდეს ვერ მივიახლებით და არავინ ღირსი არ ვართ ზიარებისა, მაგრამ აუცილებელია მომზადებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ლოცულობდეთ, მარხულობდეთ და მუშაობდეთ საკუთარ თავზე. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ზიარება არის მაკურნებელის და დამწველის მათთვის, ვინც კადნიერად მიახლება მას. არიან ადამიანებიც, რომლებიც ეზიარებიან, ტაძარში დადიან, მრევლი ქვიათ, მაგრამ გული ბოღმითა და შურით აქვს სავსე. მეზობლის, მეგობრის, ნათესავის, თუ გინდას თანამრევლისა, ყველაფერი შორტ. ცუდი უხარიათ, კარგის წყინთ. და ცდილობენ, რომ რაღაცა ეს მხოლოდ რაღაც რიტუალური დანიშნულება ქონდეს. ეს თავისთავად სასჯელად იქნება. აუცილებელი ადამიანი ფიქრობდეს თავის გამოსწორებაზე. ცდილობდეს და ფიქრობდეს, რომ ის ბოღმარ, ის ღვარძლია თუ შურია, რომელიც მას აქვს, თუ სხვა ნებისმიერი ცოდვა, მას უნდა ებრძოლოს. ეს არის ღვაწლი. ეს მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გითხარით, ნებისმიერი ცოდვა იქნება ეს შური, ღვარძლი, ტყუილი, სიგარეტი, თუ გაბრაზება, მრისხანება, გინება, ნებისმიერ ცოდვას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. ამ ცოდვებში ხან მარცხდებით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეთი არის შესაძლებელი გამარჯვება. წარმოუდგენელია და არასწორია, რომ ადამიანი თვითონ თვლიდეს თავს უღირსად და არ ეზიარებოდეს. აქ ეშმაკი გატყუებთ და ეშმაკი, როგორ თქვა, ადამიანებს ვითომ კეთილი აზრით მოდის მას და ეუბნება, რომ შენ არ ეზიარო, იმიტომ რომ შენ ღირსი არა ხარ. ეს გავიგეთ, რომ ღირსები არა ვართ და გითხარით, რომ უნდა მოემზადოთ და ვცდილობდეთ ჩვენ ცოდვებზე მუშაობას, მაგრამ ღირსებით არავის არ მიეცემა ეგ და თქვენი გადასაწყვეტი არ არის. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში თქვენ არ გადაწყვიტოთ ღირსი ხარ თუ არა. ეგ მოძღვრის გადასაწყვეტი არის, როდის უნდა გაზიაროს და როდის არ უნდა გაზიაროს და უმეტეს შემთხვევაში გარდა მომაკვდინებელი ცოდვებისა, ყველა მოძღვარი აზიარებს და ვალდებულია, რომ აზიარებდეს ადამიანს.
და არავის არ დაუჭერს ამ სიწმინდეს, ხო? ასე რომ ვეცადოთ, რომ აი დღევანდელი დღის მადლით, ზიარების მადლით არც ერთი დღე ღმერთის გარეშე არ იყოს და განსაკუთრებით ის დღე, როდესაც წირვა აღევლინება და ვეცადოთ, რომ ვეზიარებოდეთ, ვეცადოთ, რომ აღსარებოდ თქვა. აგერ ვინც არ მარხულობდით, აღდგომის წინვალე დღესასწაული გვიახლოვდება და მოდი ასე ვთქვათ, თუნდაც ეს 2 დღე, 3 დღე დარჩა, იმარხულეთ და აღსარებები მოამზადეთ და დამერწმუნეთ, რომ ნებისმიერი მოძღვარი ჩაგეხუტებათ, მიგიღებ, შენდობას მოგცემთ და ქრისტესთან ყოფობის სიხარულს განგაცდევინებთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ და დღევანდელი დღის მადლით თითოეული ჩვენთაგანის ხსნა, გადარჩენა, ფიქრი, აზრი, სიტყვა და სუნთქვა იყოს მხოლოდ ქრისტესთვის, მხოლოდ ქრისტესთან და მხოლოდ ქრისტეში. გაიხარეთ და იდღეგრძელეთ. ეხა გაინთ შეჩემით. დაგლოცოთ და გაკურთხოთ უფალ.